პროფესორო, ყველაფერზე შეხსენება და ჯიკება რატო გჭირდება ჩამქრალი ავტომობილივით, რომელსაც მიწოლა ჭირდება? აი წარმოიდგინე უბრალოდ რამდენი გულშემატკივარი შეემატა საქართველოს ნაკრებს, განსაკუთრებით ის პატარები, რომლებიც ჩვენს წინ ეზოებში დარბიან და ხვიჩა კვარაცხელიას, მიქაუტაძის, მამარდაშვილის და ჩაკვეტაძის მაისურები აცვიათ. ჩემი ბავშვობა გამახსენდა, ჩემს დროს არც იყო საქართველოს ნაკრების მაისური, რომ ჩამეცვა, ჩემს ბავშვობას გულისხმობ. ძირითადად ბრაზილიის ნაკრების მაისური, მადრიდის რეალის, ბარსელონას და ასე შემდეგ. ახლა ამის ფუფუნება გვაქვს, რომ მაისურიც გვეცვას საკუთარი ნაკრების თამაშზე და ფეხბურთიც დავაფასოთ. მაგრამ ჩემი აზრით, ჩვენ ვერ ვაფასებთ იმ პატარა გულშემატკივრებს, რომლებსაც ასე უყვართ ჩვენი ნაკრების ბიჭები. ბევრი დამწყები ფეხბურთელი აი ამ ჩვენი ვარსკვლავების ხილვის დროს ემოციებს ვერ იკავებს და ცრემლებიც კი მოსდის. ჩვენ იმისთვის, რომ ამ პატარებს გული გავუხაროთ, არაფერს არ ვაკეთებთ. მამიკოები და დედიკოები მოკიდებენ ამ შვილებს, მიადგებიან ფეხბურთელებს სასტუმროსთან და საათობით ელოდებიან და ეს ფეხბურთელები შეიძლება მთელი დღე ქვევით არ ჩამოვიდნენ. გულშემატკივარი კი თამაშის შემდეგ ელოდება იმას, რომ რომელიმე ფეხბურთელი მას ხელს დაუქნევს ან გამოხედავს. წარმოიდგინე, რამდენი ემიგრანტი ბავშვია, რომელიც საზღვარგარეთ ესწრება ჩვენი ნაკრების ბიჭების მატჩებს საკლუბო დონეზე. მე ვიცნობ ასეთებს, რომლებიც დროშით დადიან იქ და ითხოვენ, რომ ფეხბურთელებმა ცოტა ყურადღება მიაქციონ. ელემენტარული ხელი მაინც დაუქნიონ, სურათი გადაიღონ, განა რამდენია 2-3 ბავშვი, ხო? მე მესმის, რომ მამარდაშვილი უკვე ვარსკვლავია, კვარაცხელია და ყავს ჩვენ ვარსკვლავი ფეხბურთელები და მათ არ აქვთ ბევრი დრო იმის, რომ ასე ყველასთან სურათები გადაიღონ. მაგრამ ხო არსებობს მსოფლიო ფეხბურთში მსგავსი მიდგომა, რომ ფეხბურთელები გულშემატკივრებთან შეხვედრებს მართავენ ხოლმე. მარტივად რო ახსნათ, არ გინახავთ ესე მაგიდასთან რო სხედან ფეხბურთელები და გულშემატკივრები რო გამოდიან და ფეხბურთელები პატარა პოსტერებზე მათ ხელს უწერენ. აი როგორ დავიჯერო, რომ ახლა შენ ერთხელ მაინც არ გინახავს მსგავსი კადრი. არასოდეს, ხო? ეხლა მაგალითად გვაქვს დაახლოებით 10 დღიანი შეკრება. აი განა როგორი დაკავებულები ვართ, რომ ამ 10 დღიდან 1 საათი ვერ გამოვძებნოთ იმისთვის, რომ აი ასეთი რამე დავგეგმოთ. ახაროთ ეს პატარები, დაურიგოთ ავტოგრაფები და სურათები გადავიღოთ. ვისთანაც შევძლებთ. ჩამოსვლაზე რომ თითო საათი პატარა გულშემატკივრებს დაუთმოთ, ეს მათ გულებს ძალიან გაუხარებს. პროფესორო, ეს არ არის ჩემი მოგონილი, ეს მსოფლიოში ხდება ასე. გამოვლენ სასტუმროდან, ჩასხდებიან ავტობუსში, ივარჯიშებენ, მერე სასტუმროში მილენ, მეორე დღეს გამოვლენ ისევ სასტუმროდან, თამაშზე მივლენ, დაბრუნდებიან და ასე შემდეგ. სამწუხაროდ მარტო ფეხბურთელების ნათესავებს, ახლობლებს ეძლევათ იმის საშუალება, რომ თავისუფლად გადაიღონ ამ ფეხბურთელებთან სურათი. საკუთარი თვალით რო არ შევსწრებოდი, ნამდვილად ვერ ვიტყოდი ამას, რომ ფეხბურთელები გამოვიდნენ, ჩასხდნენ ავტობუსში.